მათ გავუკეთოთ რეზიუმე აქამდე ნათქვამს. ესე იგი, თქვენ ფიქრობთ, რომ კოკოეთი აპირებს სიტუაციის ცდილობს, რომ მოახდინოს პროვოცირება და ამ პროვოკაციაში ჩაითრიოს რუსეთი. მისი განცხადებები, საერთოდ მთავრობის განცხადებები სამხრეთ ოსეთის, რომ რუსეთი გულგრილი არ დარჩება, რომ ჩრდილოეთ კავკასია გულგრილი არ დარჩება, ჩრდილოეთ ოსეთი გულგრილი არ დარჩება იმის მიმართ, რაც მოხდება. რა არის ეს განცხადებები, რისკენ არის, რისკენ აკეთებს მინიშნებას? ცხელგულიანი ხალხი, მე მგონი ცხელთავიანები უფრო არიან, ვიდრე ცხელგულიანები, იმიტომ რომ ეს არაგულგრილები სად არიან, ხო ვერ მეთქვით. ცოტა გასაოცარი განცხადებებია. რაც შეეხება თქვენი პასუხი მაინტერესებს. ახდენს თუ არა თუნდაც რუსეთის პროვოცირებას ესეთი ქმედებებით? ცდილობენ ყველანაირად, უფრო მეც გეტყვით და მე როცა ვიყავი ცოტა ხნის წინ რამოდენიმე დღის წინ კონფლიქტის ზონაში უყურე საიდან არის ნასროლი ჭურვები. და რა შვებიან, იცით? დგებიან რუსების ან გვერდზე ან უკან. და იქიდან გვეცვლიან. რომ ჩვენ რო უპასუხოთ, მოხდეს რუსებსაც. რუსების თანხმობით? ცით რა არის, მე უკვე ესეთი ეჭვი მაქვს, რომ რუსებს რაღაც ეკითხებიან. ახლა შეიძლება რაღაც ეტაპზე რუსების თანხმობაც იყო, დახმარებაც იყო, იარაღიც მისცეს ყველაფერი და ახლა გადაიქცა პრობლემად და ახლა ხო იცი, ახლა ეს შეერაღებული ეძახის მე ჩემთან ვარ სახლში ვარ, აი თოფი მაგ, ახლა შენ მინახარ, მე მითხარ რა უნდა გავაკეთო და რაღაც სამადიე წელს რასაც ქვია, თუ შემოქმედება იმას